რასაც ჩვენ გაზაფხულის სუნს უწოდებთ, ხო. შესაძლოა ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. სხვათა შორის ოფლის სუნის ბაქტერიული აქტივობის შედეგია და ეგ გასაკვირი არ არის. კავშირშია გართობასთან. ლუდი. შემდეგი ნიუსია, რომ სპეციალისტები გვირჩევენ რა უნდა გადაყაროთ სახლიდან აღდგომამდე. იმ დღეს გადაწყვიტა ესე გამოვიდა სიტყვით, რომ ჭიქებიო ნაზად ჩადეო, რო არ ახუნებთ ტყდებაო, ანუ როდის დამინახა რომ მაგას ვაკეთებდი, მაგრამ 2 საათში გაუვარდა თვითონ ჭიქა ხელიდან და ჯავაგდო ნიჟარაში, რომელიც დაეცა სხვა ჭურჭელს. გამარჯობა. გამარჯობა. მუსკულებს უყურებთ ოჯახურ პოდკასტს გონცასთან და გიორგისთან ერთად. გამოგაზაფხულდა. გამოგაზაფხულდა არა, მე მგონი გამოზაფხულდა უკვე. დათვა გაგვიხარდა და გამოვცვინდით ჩვენს ვერანდაზე. და გადაწყვეტ აქედან ჩავწეროთ. ხო, ცოტა ხმაური არის. კუჩის ხმაური არის, ვეცდები ყველანაირად რომ ხმა ისე გავაკეთო რომ არ იყოს შემაწუხებელი მსმენელისთვის. საცდელი ეს არის. ხო. მოუწყებლობა. სახელდახელოდ აი ესე გადავწყვიტეთ 1 საათის წინ ექსპრომტად რომ ხო. ხორ ჩავწეროთ ვერანდაზე, აი ჩვენი სტუდიიდან გადმოვდგით 3 ნაბიჯი და გამოვედით გარეთ, ასე ვთქვათ და დავიწყოთ უკვე ფაქტიურად. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი დასაწყისში, რომ დასაწყისში ესე მინდოდა, რომ ვითომ რაღაცა ძალიან მაგარმა იმან კაფემ დაგვაფინანსა და იქ ვწერთ გადაცემას. კაფე მუსკულები. ხო, მოკლედ ის გავალამაზეთ ვერანდა. ტემუდან გამოვიწერეთ რაღაცები და სხვათა შორის unboxing-ი რა. Unboxing-ი არ გამოდის, იმიტომ რომ ამოღებული გვაქვს ყველაფერი და დაბინავებული, მაგრამ რაც გამოვიწერეთ, გაჩვენებთ და ესა პატარა რევიუებსაც გავაკეთებთ. რა ვქვია რევიუებს? ანუ ვაჩვენოთ ვერანდისთვისაც გამოვიწერეთ ისინი? ხო. კი ბატონო. თემატიკა იქ იქნება ტემოს. ხო. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, არ დაგავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძალიან დაგვეხმარებით, subscribe-ის ღილაკს დააჭირეთ, like-საც თუ დააჭერთ, ძალიან მაგარი იქნება. ძალიან დიდი მადლობა Patreon-ზე ჩვენს ხარდამჭერებს. ამონათდება Patreon-ის ლინკი აღწერაშია და QR კოდი ამონათდება. მადლობა ხარს რო გვიჭერთ და ამეთი დიდ мотиваციას გვაძლევთ. გთხოვთ, მეც კიდე ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ რა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვჭირდება და თქვენი რა მიდის რა, ხო უყურებთ მაინც და. ხო. ერთი დაკლიკება არის რა. ხო, თა რომ გამოიწერო, ხარისხი უკეთესი ხდება ვიდეოს ბევრად. 3D ხდება, 3D გამოსახულება. რა ხდებოდა ჩვენ გარშემო? დღეს დილიდან გავარდით ლისზე. ჩემი და არის ჩამოსული მთელი ოჯახით და ბავშვებით და გუშინ ცუდი ამინდი იყო, დღეს გავარდით. ასე ბადმინტონი გვეთამაშა ბუნებაში. ხო, ბურთი, ეხლა რომ ვიწერთ, ქარი იყო. არის კვირა. და გუშინ სიგიჟე ხდებოდა, ანუ საცობი. ხო, რიგები მანქანით ვიყავით რიგში 5 წუთი, სადამ პარკინგზე შევედით, ეს დილითა სადაც. ხო. დილით რა 11-12. მე ძლივს დავაყენეთ მანქანა, იმიტომ რომ ყველას ეყენა ხაზზე მანქანები. ხო. კი ბატონო. Pig parking-ს როდის უნდა Pig parker. ხო, აი კულტურა გადავიჭირეთ ქართველები, არ ვიცი. მისახედი, იმიტომ რომ მანქანებს ბევრი მძღოლი ისე აჩერებს, რომ თავისი გაისწოროს და სხვას რო ხელს უშლის, არ აქცევს ყველა. ეგ არაფერი. East Point-ში ვიყავით ცოტა ხნის წინ და პარკინგზე ისე ეყენა ვიღაცას მანქანა გაჩერებული ყავდა ისე, რომ ვერ ანუ ჩაჯდომა კი არა, ვერ გავივლიდი ისე. თვითონ აქედან გადმოვიდა ბედნიერად და ესე რა ქვია წავიდა და გააგრძელა შოპინგი და მე მომიწია გვერდითა კარიდან შეფოფხება. აი ჩვენი მეზობელი გამოტანტალდა. ტიტველი. ხო, მოკლედ გილოცავთ დათმობას მე მგონი უკვე გაზაფხულს ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ თამამად. მე ტყუილად მილოცავ. ხო, შენ ზამთრის ადამიანი ხარ და გადაიდო შენი გულაობა. ჩემი გულაობა დამთავრებულია ოფიციალურად. ანდახან პაუზას გავაკეთებთ ხოლმე რაღაცა რიხინა მანქანა რო ჩაივლის ხოლმე. სხვათა შორის აი ეს კანონი რო არ მიიღოთ
ხმაურიან ტრანსპორტზე ამას ვერ ჩავწერდით. ისეთი ამბავი იქნებოდა. კი. და ახლა შედარებით უკვე გაჩერება შესაძლებელია რა მოკლედ ქუჩაში. აი ესეთი цаრო იყო გუშინ. მე გადავიღე და მე 90-ს გადაიღო მე მგონი ხო ფოტოები. ყველას, აი აბსოლუტურად ყველას ედო სტორები, ისეც ფოტოები და ერთ-ერთი მაღაზიის გვერდმა დაწერა, რომ კომენტარებში ჩაყარეთო დღევანდელი ცის ფოტოებიო და აი არ დავასახელებ ახლა. მაღაზია? კი, ერთ-ერთი მაღაზიის ბრენდის, რა ვიცი, რა ქვია, არ ვიცი. ბევრი პოსტი იყო ეგ მარკეტერზე და ჩააყარეთო და აი ისტერიკა ატყდა კომენტარებში. ვერ ვაგდებ ფოტოს დახურული გაქვთ და ფოტოს ჩაგდები და ატვირთვის ფუნქცია არ არის და რაღაცა ერთი ამბავი ატყდა და მოკლედ შტამბეჭდავის ანახაობა იყო რა. არის ხოლმე წითელი ისინი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით იყო. იმიტომ რომ აქედან იქიდან მხრიდან ეხლა არ ჩანს ხედი, მაგრამ ესეთი ბევრ სახლზე, კერძო სახლებზე არის ხედი და წითელი იყო ყველაფერი და კი, რო გამოვიხედე, აი რაღაც წითელიც არ იყო, აი რაღაცნაირი მოვარდისფრო, წითელი, არ ვიცი, რაღაცნაირი ფერი იყო და მოკლედ ძალიან ლამაზი იყო. კი ბატონო, სხვა ამბები რა ხდებოდა გარშემო? გამოვუშვი, რამე თუ გაქვს ახალი? ფეხბურთი იყო. აკრემა ითამაშა, ეხლა რო წერთ, ანუ ეს რო გავა უკვე მეორე თამაშიც ჩატარებული იქნება ჩვენ საქართველოს ისრაელის მერე 2-2 რომ მორჩა. ესეთი კომენტარი გააკეთა ვილისანიელმა, თავმა თვითმფრინველმა. გაკვირვებული ვარ ფეხბურთელების სწრაფად რატომ არ თამაშობდნენო. უცნაური კომენტარი იყო. ხო. გაკვირვებული ვარ გოლები რატომ არ გოგო. ხო, ნო, სწრაფად რატომ არ დავიბიხ. სწრაფად თუ გინდა სერბილი ირბინე რა პრობლემა გაქვს რა. ხო, არ ვიცი. ანუ ეუნებოდა სწრაფად ირბინე თუ და არ დარბოდნენ. შეიძლება ეს არის რა ქვია. ცუდი თარგმანია ალბათ. ნუ აი რა უნდა ეგულისხმა, რას ფიქრობ? ეხლა დღეს არის რომ ვიწერთ მეორე თამაში ლიეტუვასთან. ამხანაგურია ეს დიდი არაფერი. გადასარავი გოლები ვიხილეთ. ხუჩამ ეხლა ჩაატარა ის გამოც არის. ხუჩა ყვარაცხელი ის გააკეთა და ეგენი კარგი იყო. კიდე მაგარი ამბავი არის ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს. სად? კოსმოსში თავის ხომალდზე. აი მარსიანი რო არის ფილმი იქ. კარტოფილებს უთესავს, ეგეთი რაღაცა გააკეთეს რა. ტ-ფორმის კოსმოსური სადგური, სადაც 6 ტაიკონავტი ცხოვრობს. ტაიკონავტი? რას ნიშნავს ტაიკონავტი? ტაიკონავტი არის ასტრონავტი ჩინურად. ხო, ჩინურად რატო თქვი? ესეც ჩინელი ასტრონავტები არიან და ამიტომ ტაიკონავტებს ეძახიან. მაშინ პომიდორიც ჩინურად უნდა გეთქვა. ხო, არა ესეც თელნიუსში შემიძლია ჩინურად წამეკითხა, მაგრამ ტაიკონავტი. ანუ ტაიკო ნიშნავს თუმე კოსმოს თუ სივრცეს, space რა. ხო. და ნავტი ხო ის არის მოგზაური ლათინურად. ჩერი პომიდორი მოიყვანეს პატარები. ნუ რავი, მომუნდათ რა, ეხლა თვეები რო ცხოვრობ იქა. და შეგეძლოს რომ პატარა რაღაც ესეთი ბოქსები გააკეთეს, როგორც იმას დიან ხოლმე, არ დავასახელე მცენარეებს. სხვადასხვა ეს ხე გავს იმ მცენარეს და ეგ არ გეგონოთ. ნეკერჩხალია. რასაც ეგეთ ყუთებში დიან ხოლმე. ხო და ნუ მოკლედ პატარა ჩერი პომიდორი და მოიყვანეს და გეგმავენ რომ ხორბალი სტაფილო და სხვა სამკურნალო მცენარეებიც გაზარდონ. და კონდეთ. ხო და აქედან ხომ მიაქვთ ხოლმე ეს მარაგები? ხო, მაგრამ ალბათ რაღაცა ესეთი კონსერვების და ეგეთი იმების სახით რა. მე მგონია რომ მეტი ჩრობა არის. ის სუპი შეროჭამხოლმე რა ქვია? დოშირაკი. ხო. შეროჭამხოლმე რა არის აი? რაც მე და შენ ერთად ვარ იმ დღეს ვიყიდე პირველად და ვჭამ. კარგი, მეორე. მესამედ. არა, მეორე. მესამედ. მეორედ. ორჯერ ვიყიდე სულ. ორჯერ იყიდე აი ეს ბოლო პერიოდში და რამდენიც ქონდა ნაბიჯი. ორჯერ ვიყიდე, ერთხელ ვიყიდე დიდი, ძალიან მომინდა, დიდებში რო არის და ეხ ბოლოს ვიყიდე პატარა. ხო შეიძლება არ გახსოვდეს და სამჯერ. არა, ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ვცდილობ ხოლმე რომ არ ვიყიდო. და როცა ვყიდულობ, ვიმახსოვრე. ხო და მოკლედ მაგრამ მაგ სუპს იქ ვერ შეჭამენ, იმიტომ რომ წყალს ვერ დაასხავზე. გაფრინდება წყალი. საინტერესო ისინი გვაქვს ნიუსები, ტაიკონავტებს. ტაიკონავტები? მოკითხვა ტაიკონავტებს თუ გიყურებენ. ისე მაგარი ის იქნება.
კოსმოსურ ხომალდზე რო ცხოვრობ და რაღაცა ფანჯრიდან თუ რა ქვია მაგ იმას დედამიწა რო ჩანს ხანდახან და რაღაცა და თან პომიდორს რო ურახუნებ. ხალხს აქ ვერ მოყავს პომიდორი და ტიპებმა სად მოიყვანეს. შემდეგი ამბავი გაზაფხულს უკავშირდება. აბა. რასაც ჩვენ გაზაფხულის სუნს უწოდებთ. ხო. შესაძლოა ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. გაზაფხულის სუნი რას რა? აი გაზაფხულის სურნელიო დატრიალდება ხოლმე, აი გაზაფხული დათბება და რაღაცა. ხო. ახლა გეტყვი რა ხდება, თურმე რა ხდება. როდესაც ჰაერში გამლღვალი მიწის პირველი არომატი ჩნდება, ჩვეულებრივი ამბავია, რომ გაზაფხულის სუნი დატრიალდება ხოლმე ჰაერში. სინამდვილეში კი ამ სუნის ქიმიური ანალიზი არც ისე სასიამოვნოა. მეცნიერები ამბობენ, რომ ბაქტერიები აქტიურდებიან და განსაკუთრებული სუნის მქონე ნივთიერებების გამომუშავებას იწყებენ. ჯეოსმინი მათი მეტაბოლიზმის თანმდევი პროდუქტია. ჯეოსმინი, ესე ქვია. და ასე სურნელობს გაზაფხული. ესე პოეტური სტატია არის ცოტა რა. სწორედ ამიტომ მას გაზაფხულის სუნიც კი არ აქვს, არამედ გამლღვალი მიწის სუნი. ასე უწოდებენ მას ჩვეულებრივ. ეს სუნი ხშირად შეინიშნება ყვავილების ქოთნებშიც მორწყვის დროს. აი, წვიმის ეგ უნდა მეთქვა ხა, წვიმის მერე ხო არის ხოლმე. კი, წვიმის დროს ბაქტერიებიც აქტიურდებიან, ის გამოც ნაცნობი მიწის სუნი შეიძლება იგრძნოთ კოკისპრული წვიმის შემდეგ. თუმცა ჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესები ფართო საზოგადოების მიერ ზედმეტად რომანტიზებულია. სხვათა შორის ოფლის სუნის ბაქტერიული აქტივობის შედეგია და ეგ გასაკვირი არ არის. ანუ დედამიწის ოფლის სუნი არის. გაზაფხულის სუნს ასაც ვეძახით რა და სუნი დატრიალდა და რაღაცები შეყურებულები შეინობას იწყებენ. სინამდვილეში გაზაფხულის დედამიწის ოფლის სუნი ასდის რა. ხო და მე საერთოდ არ ვარომანტიზებ, საერთოდ არ მომწონს გაზაფხულის მოსვლა. ხო, შემწერები და რაღაცები რო იჩიტება, ეგ არ მოგწონს, ხო? აი, ყველა არაფერი არ მსიამოვნებს რა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, არც დათბობა, არც მწერები, არც მზე, ალერგია მაქვს. აი, საერთოდ არ მინდა. საერთოდ არ ვარომანტიზებ და საერთოდ არ მომწონს გაზაფხულის მოსვლა. ხო, მაგრამ ბევრი ვერ დაგეთანხმება. და თან ვიცი რომ გაზაფხული თბილისში არის და არ ვიცი ერთი კვირა დღეს მაგალითად მოკლე სახელოიანი მაისურით რო დავდიოდი ლისზე თან ლისზე შედარებით გრილა ხო უბერავდა გრილინიავი მოკლე სახელოიანი მაისურით ზაფხულის მაისურით რო დავდიოდი ძალიან დამცხა ო გრილინიავი არ ქვია ბადმინტონი ვერ ვითამაშით მაგალითად ხო და წარმოგიდგინე რა უკვე აღარ არის გაზაფხული ეხა ერთ ადგილას რო ვზივარ ეს ჩავიცვი რომ რაღაცა არ გავცივდესავით აქ გავილანძღები სავარაუდოდ რომ აი ეს რაღაცა აქ ჩემი ბიძაშვილი დამიწერს რაღაცა სალანძღავ კომენტარებს იმიტომ რომ იმას მთელი ზამთარი დეპრესია აქვს ხოლმე და ზაფხულში ცოცხლდება მე პირიქით ვარ სოფოს მოკითხვა ხო, ეხლა უყურებდი აღდგომარი 12 აპრილს, ხო? ხო. შემდეგი ნიუსია, რომ სპეციალისტები გვირჩევენ, რა უნდა გადაყაროთ სახლიდან აღდგომამდე, რომ ენერგეტიკული წმენდა ჩაატარო და უიღბლობის სერია დაასრულოს. სპეციალისტის რჩევები. ფენშუი თუ რაღაცა რო არის. არის ამის სპეციალისტი არის, აი ამ ენერგეტიკის და უიღბლობის ნაგვის სპეციალისტი და ხო. რატომ მოქმედებს დასუფთავება იღბალზე? ყველაფერი რა ჩვენს გარშემო გარკვეულ ენერგიას ატარებს და ნუ რაღაცა ახსნილია რა. კაი, ბოდიში. და რა უნდა გადაყარო? ერთ წამით შეგაწყვეტინებ აღდგომამდე რატომ მაინც და მაინც. სპეციალისტი ასე იძახის და რაც. კარგი. ანუ არის ენერგეტიკის დასუფთავების და ასევე რელიგიის სპეციალისტი ეტყობა ერთიანობაში. გატეხილი და დაზიანებული ნივთები ჩაიაროს სატვირთო. დაბზარული ჭიქები, ჭურჭელი რაღაცეები. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, რასაც ყოველდღურად ხმარობთ დაბზარული ჭიქები და გვენანება გადაყრა. ორი ჭიქა. ეხლა ამ წუთას გამახსენდა ორი ჭიქა რო გადასაგდებიან. ნუ, კაი ჭიქებია, მაგრამ ნუ რა ვქნათ, მენანება. ხო, შენ რა. ისე ვიჭერ ვიცი, რომ იქ მოტეხილი მხრიდან არ დავლიო რა. შენ რო არ ახუნებ ხოლმე ტყდება. იმ დღეს გადაწყვიტა ესე გამოვიდა სიტყვით, რომ ჭიქებიო ნაზად ჩადეო, რო არ ახუნებ ტყდებაო, თუ შესად, ანუ როდის დამინახა რომ მაგას ვაკეთებდი რა ვიცი მაგრამ 2 საათში გაუვარდა თვითონ ჭიქა ხელიდან და ჯავაგდო იმაში რა ქვია ნიჟარაში და მის დაეცა სხვა ჭურჭელს აი ზუსტად ვიცოდი რომ გამოგხედე ეგრევე და აი როგორ მიყურებდი ხო ასე რომ რაც მოგივა დავიდა არ არის ამასთან შუაში მაგრამ ნივთები რომელსაც არ იყენებთ ეგენიც გადაყარეთო
აუ დედაჩემს უნდა წავაკითხო ეგ რა არაფერს არ მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას რატო მაგალითად ცოტა ხნის წინ გადავყარით ერთი 10-მდე ფეხსაცმლის ყუთი რა ბოტასები აშიძდებს ხოლმე რაღაცები გადავალაგეთ გადმოვალაგეთ და ეს რაღაცა ძველი ბოტასიან ფეხსაცმელიან ზამთრის ფეხსაცმელი ხო მაგებში ვინახავთ ანუ ისე გადავალაგეთ გადმოტემოდან გამოიწერეთ ხოდა შორის ფეხსაცმელების შესანახი და მოგეთ 10 цаრიელი ყუთი დაგვრჩა ერთი კვირა იდო ხან იქით მივაჩოჩეთ ხან აქეთ მოვაჩოჩეთ და ბოლოს წავიღე როგორც იქნა და გადავყარე ზუსტად იმ დღეს დამჭირდა 3 ყუთი ეგეთი მაგზომის კარდონის იმიტომ რომ იქ ვერანდაზე რაღაც კარადაში რაღაცა წვრილმანი ჩაქუჩები ლურსმნები და ეგეთი რაღაც ხარახურა როყარია ესე ყუთებში მაგ ჩაყრილი და წყალი ჩავიდე და დასველდა ეს ყუთები და დალბა სამივე და ესე არის გადახსნილი და მეთქი აუ ეხა ახალი ყუთები რომ მქონდეს გამოვცვლიდი თქო ამას იმიტომ რომ უკვე იყრება იქიდან რაღაცები და გამახსენდა რომ იმ დღეს გადავყარე 10 ყუთი ხო ზუსტად ეგეთი ეგ ყოველთვის შეიძლება რაღაცა დაგჭირდეს და გასაგებია მაგრამ აი რაღაცები წლებით რო გიწყვია წლობით რო გიწყვია აი მას 10 წელი რო გიდევს რაღაცა აი გადასაგდებია არც იყენებ არც ლამაზია არც პრაქტიკულ არაფერში რო გჭირდება და უბრალოდ რო გენანება გადასაგდებად გადააგდო უნდა ან რა ვიცი მისცე ვიღაცას ვინც გამოიყენებს რა ხო მაგალითად დივანი ხო ძალიან დიდი ხანი გვედგა მე დავში ძველი დივანი აქ აი აქ იდგა ვერანდაზე ზამთარშიაც გამოვაგდეთ სადამ ნახან ვერანდას ხმარავდით და ჩავიტანე დავაწყენა გვისხულთან იმ დღესვე გაქრა საერთოდ მანქანა დილას ვისხედით ყავას სვამდით ვერანდაზე და ძველი საერცხე მანქანაც ხო გადასაგდები იყო და ჩატანა ძალიან მეზარებოდა ახალი საერცხე მანქანა ვიყიდათ და ძველი ვერანდაზე იდგა და ამ ყავას რო სვამდით ჩამოიარა ვიღაცა ჯარცვიბარებმა მამაკაცმა ხო ჯარცვიბარებთო ყვიროდა და აგერ მე-6 სართულზე ვარ და გიორგიმ გადაყო თავი და ჯართი დავზახა აი 5 წუთში საერცხე მანქანა აღარ იყო და ზურგზე მოიკიდა და წაიღო ეს ჯართი ისეთი სიტყვა არის შეიძლება სახელიც იყოს რა ჯართი ძველი ქართული სახელი კიდეო წასulis ნივთები ტკივნეული მოგონებებით წარსულის ნივთები ტკივნეული მოგონებებით წარსულის ნივთები ხო აბა რა გაიგე ტკივნეული მოგონებებით ნივთებს ვინ ინახავს არ ვიცი ეს მაზოხისტებს არის რჩევა ალბათ არა არის ალბათ რომ რაღაცა ძველი რაღაცა ცუდ მოგონებებთან უკავშირდება და აი გადავაგდო თუ აი არ ვიცი რაღაცა ხო და მაგას ვამბობ ანუ მოგონებისას რაღაცას რო ინახავ იმისია რომ კარგი გაგახსენდეს და თუ იმის გახსენებაზე იტანჯები და ტირი რატო შეინახო ვინ შვება მაგას არ ვიცი გაგიგია ეგეთი რამე ვიღაც აფერისტი არის ეგ რა ხო ეგეთი არაფერი არ მქონია მეოთხე რჩევა მომწონს მე ვადაგასული პროდუქტები გადაყარეთო აი ეს კვერცხები რო გედო ეს ხო მაგრამ არის კიდე ის ვადაგასული კოსმეტიკა რეები წერია ვინ ხმარობს მათ ვადაგასულ კოსმეტიკას რაღაცები ხო ხმარობენ ხო და გადაყარეთო არასაჭირო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ო აი მეკ კი გაფუჭებული ტექნიკა და აქსესუარები ძველი სამზარეულო ჭურჭელი საყოფაცხოვრებო ნაგავი და ყოველ შემთხვევაში ნივთები ანუ ყოველ შემთხვევაში ნივთები ესე არის რა ანუ ესე რო გიგდია მაგრამ არც მაგას არ ვეთანხმები რა ყოველ შემთხვევაში ნივთები არ უნდა გადაყარო იმიტომ ის შემთხვევა ხო შეიძლება დადგეს ხო და მაგას ვამბობ ეგრე რაღაცა ყუთები შეფუთვები აგერ უწერია ხო აი რაღაც 10 წლის მერე ხო შეიძლება რაღაცა დაგჭირდეს და გამხმარი ყვავილები ჩვენი кейსი ხო გახმა პატარა ესეთ საყურელი ბუჩქი მქონდა 2 წელი ვერანდაზე გახმა სხვათა შორის ძალიან პროფესიონალმა კონსულტანტმა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში მირჩია რაღაც მწერი გაუჩნდა და ეს მიასხიო და მივასხი 2 დღეში მოკვდა ის მცენარე არ და ვაჩვენეთ ის მწერე ამ პარაზიტებზეც ფოტო ქონდა გადაღებული ვაჩვენეთ თვითონ მცენარეც ეს პარაზიტებიც და რაღაცა მოგვწვა და მივასხით და ხო და კიდე რა უცნაურობა მან ჩვენმა ნაცნობამ მებაღე ხო გვირჩია რაღაცა სითხე რომ ეს უნდა გააკეთო და მიასხა ანუ არსად არ იყიდება ანუ ეგ არის თურმე ყველაზე კარგი წამალი მცენარეების შესაწამლად და ვერსად ვერ იყიდი
რო დავსერჩე ის ნივთიერება სადღაც იყიდება ქალაქ გარეთ უნდა წახვიდე რაღაცა ქარხანაში იყიდო და გაკეთებას იმ მაგ ხსნარის გაკეთებას რო უყუროთ სცენარი აღარ მოგინდებათ იმდენი რაღაცა ჭირდება ხო ყვავილების მაღაზიაში რომ მიხვიდები რაღაც მახსოვს რა ერქვა იმ ყვავილების მაღაზიას მაგრამ ესე ვერ იყიდი რა რომ მიასხა და კარგი იყოს რა და ასე რომ ესე თუ ხო და ბოდიში რატომ მოვყევი ეს ამბავი რომ გამხმარი იყო დიდი ხანი გვეუბნებოდნენ გადააგდეთ და აი ეს რომ დავიწყეთ უბორკა რამდენიმე დღის წინ რომ მივადექი რომ მეთქი ამ სცენარისაც მოვჭრითქო ძირში ქონდა პატარა წვანე კვირტი ამოგდებული ხეს მე გადავუხოთ თუ არ დაგვავიწყდება და ასე რომ გადავჭერით გადმოვჭერით და ეხა იმედია რომ ისე იმედი გვაქვს რომ გაცოცხლდება ძალიან გულშემატკივრობ იმიტომ რაც ეს ვერანდა გავაკეთე მის მერე ის სცენარი დევს აქ და ხო მეც მენანებოდა ძალიან ხო ასე რომ გამხმარი ყვავილები არ გადაყავს რამეში და ყვავილები შეიძლება გადაყავრო მაგრამ სცენარებს მაინც რაღაც შანსი შეიძლება მიცე კიდე რა ხო აი ესეთი რჩევები იყო რა ხო დებილობა იყო უმეტესობა კი აი ხაი მაგას რა თუნდა რჩევა რომ ვადაგასული კოსმეტიკა და ვადაგასული საჭმელი არ უნდა მოიხმარო ალბათ უნდა რჩევა იმიტომ რომ ჩვენც ხო მოგვივიდა მაღაზია ის რა ქვია დავა შენ როგორ ხსიძახდი რა ვჭამოთო ახლა და იმას ხო არ ვინახავდით მაგრამ ის შევჭამეთ იმ დღეს ვიღაცები თვლიან რომ აი ვადა თუ გავიდა 2 დღის წინ ჯერ კიდევ არ გა შენც მათ შორის ხარ არა მე ვიძახი რომ სადამ აწერია იქამდე ვარ გა ხო იცი რა არის ხო მართლა ხა ესე არ არის 2 საათში 2 საათის წინ კარგი იყო 2 საათში გაფუჭდა ესე არ არის იქ გათვალისწინებული არის ხოლმე რა ეს რო აწერია რომ ადამიანების ეგეთი ხასიათი ხო გასდის რა და იმას კიდევ აქვს რაღაცა ვადა რა მაგრამ აი ხა კოსმეტიკა სახეზე რომ უნდა წაისვა რაღაცა აი ჭუჭზე რომ რაღაცა უნდა წაისვა აი ვადაგასული რანაირად უნდა წაისვა სიგიჟე არის რა ხო არც მაგრამ მაგმანაც შეიძლება იყოს რაღაცა ამას რო ვადააწერია შეიძლება ცოტა ხანი კიდე აქვს ვადა რა იგივე შეიძლება მანდაც იყოს რატო გადავწყვიტე ესე რომ კოსმეტიკაზე არ ვცელდება ეგ არ ვიცი არ ვიცი ხო ეს იყო სულ ნიუსები ხო კარგი იყო ოჩა ესეთი ამბები ხდება გარშემო რა ჩვენ სირგულივ რა ხდებოდა ჩვენ სიგულის ხო არაფერი რა შენი ძმა იყო ჩამოსული წავიდა ჩემი და ჩამოვიდა სტუმრიანობა ხო ცოტა აირია ისა რა ქვია რუტინა ხო East Point-ში ვიყავით ამას წინათ და რაღაც ახალი სივრცე გაიხსნა სადაც იყო 50%-იანი cashback-ი სოლო ბარათზე რა და ვიფიქრეთ რომ ნუ აი წავალთ ახლა რა იყო ცუდი ამინდი თან წვიმა ქარი საშინელი და მივედი დილით მივედი ხო და გზაშიც რაღაცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ წვიმის ხო ამბავში საცობი არ იყო ჩვეულებრივად მივედით და East Point-შიც ანუ კიბეზე ავედით და კაცი შვილი არ არის ანუ მაღაზიაში კონსულტანტები ჩანან ისიც კანტიკუნტად რა და ეხლა დავიწყეთ ამ ახალი სივრცის ძებნა და რაღაცა გაგვიხარდა რომ ვა ხალხი არ არის ეთყობა ამინდი რახან არ არის ხალხი არ მოვიდა თორემ ნუ ახლა 50%-იანი cashback-ი რო არის ხოლმე სიგიჟე ხდება რა მაღაზიებში და ნუ მივადექით ამ ახალ სივრცეს რაღაცა ვიბოდიალეთ და ზევიდან ჩავედით და ზევიდან ჩავედით ამ ახალ სივრცეში რიგები იყო ერთ-ერთ სათვალეების მაღაზიაში იყო რიგი ალბათ ამ East Point-დან იქამდე გრძელდებოდა აეროპორტის ჩასახვევამდე. ეგეთი რაღაცა მე არ მინახავს. ერთი იყო ამას წინათ ჩავპარასკევს იყო ნუკი კოშკელიშვილის სტენდთან იყო ეგეთი რიგი და ეხა მეორე ეს იყო კენარის რიგთან. როგორი ხო ეგრე ქვია მაღაზიას? ხო, ანუ კი სხვა მაღაზიებში იყო ბევრი ხალხი, მაგრამ მანდ იმენა რატო იყო არ ვიცი. ხო, ანუ მეტყობა ზაფხული მოდის სათვალების სეზონი იწყება და არ ვიცი, ხო, ანუ ეს cashback-ი იმ სივრცეში რაც იყო ყველაფერზე ვრცელდებოდა, ანუ ყველაფერზე 50%-იანი ფასი იყო, მაინც და მაინც სათვალეებზე რატო იყო მაგხელა რიგი არ ვიცი. არ ვიცი. მე რაღაც მაღაზიებს ხურავდნენ და აცდიდნენ რა, რაღაც გარკვეული რაოდენობა რო გამოვიდოდა ხალხის, მე უშვებდნენ და ნუ მოკეთ ჩვენ დიდი ვერაფერი მივედით და გავისეირნეთ და წამოვეთ. აი საათი.
cashback-იანად და ჩემი დაგროვილი ქულებიანად გამომივიდა 70 ლარად. 60 60 ლარად. ჯიშოკი. კასიოს ჯიშოკი არის და ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგია, მონახე ისა, ის არის? მაჩუქეს ფაქტობრივად. კი. ხო, ესეთი ამბებია მოკლედ. კარი, ბარემ შოპინგს მივადექით და. ტემუ? ხო. ხო, მოკლედ ამ ვერანდას რომ მივადექით და გადავწყვიტეთ განახლება, მომზადება გაზაფხულისთვის. მომინდა რომ თან გამელამაზებინა მოსუფთავების და დეზინფექციის გარდა. ვიფიქრე ცოტა იაფად გამოვიდეთ თქო, იქნებ თქო. ამ ბლოგს დავარქვათ რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა, ოღონდ რაც გამოვიწერეთ ის ჩამოვიდა. ხო. რაც გამოვიწერე ის ჩამოვიდა, ეს დავარქვათ. ხო. სხვათა შორის რაღაცა სათქმელი მაქვს ქართულ გადამზიდ კომპანიებზე და რაც გამოვიწერე. მიდი ამოიღე, მიდი. რაც გამოვიწერე არ ჩამოვიდა, ესეთი ის არის მაქვს ბლოკი. არა, ჯერ ეს ტემუ ჩავიმას აქვთ. ხო, მოკლედ გადავწყვიტე რომ ესე რაღაც შეღავათიან ფასებში შემელამაზებინა ჩვენი ვერანდა და გაჩვენებთ ახლა რაღაცებს რა. აი ეს გადასაფარებელი. ესეთი. რა ქვია ამას? რანერი თუ რაღაც. რანერი, ხო. Table runner. ძალიან ლამაზი. მე ძალიან მაყოფილი ვარ. გამოვიწერეთ. აუ ფასები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ვინმეს რამე თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია რომ ლინკები ჩაგიგდოთ რა. ხო, 20 ლარი, 30 ლარი, 17 ხო, აი ლარი, რაღაცები 6 და 8 ლარი ცხინდა ახლა. ხო, პატარა რაღაცები. ხო. ბალიში რო გამოვიწერე? ბალიში, ოღონდ მე მეგონა რომ ბალიშები გამოვიწერეთ, ჩამოვიდა ბალიშის პირები, ოღონდ ჩვენი ბრალია. წყალგამძლე. არ წავიკითხეთ წესიერად, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ესეთი ლამაზი 4 ცალი, ხო? ხო, 2 ეგეთი. ესეთ ლამაზებში? ვერანდის არის. ხო, ვერანდის არის ისა რა, წყალი რომ მოხდეს, მარტივად შრება. ხო. ეს აი dreamcatcher-ი რო კიდია. ეგ არის ეგეც რაღაცა ძალიან იაფად იყო, ძალიან ლამაზია. აქ პატარა ჩანს, მაგრამ აი დიდი არის. ზევით სხვადასხვა ბუნებრივი ქვებით არის, არ მახსოვს რა ქვა არის. ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. ხო, ამ სურათებს ამოვანათებთ, ასაც ვიტყვით. ეხლა აქ ვარ ჩამოგვეხსნა ყველაფერი. ხო. კიდევ? ისა? მოვიტანო? ვაჩვენოთ ხო რა. რაღაცები მაინც მოვიტანე. ჩემს ასისტენტს. მე დავიჭერ და შენ თუ გინდა. ხო, არ მომეცა? აი ეს ჭინჭილები. ხო, ესეთი და ესეთი ხმა აქვს. ეს მიაქცია ყურადღება რომ ილაპარაკებს შორს ხარ და. ხო, ესეთი ლამაზი რაღაცა გასაფორმებელი, რომელიც ირეკლავს ძალიან ლამაზად შუქებს და ესენი არის ბუნებრივი ქვები, აი ეს შუაშიც კიდია, რა ქვა არის არ მახსოვს, არ მკითხოთ, მაგრამ ვიცი რომ ბუნებრივი ქვებია. ესეთი საყვარელი ხმა აქვს და ეს ჩვენ გავუკეთეთ. ანუ თვითონ არის ეს ჩამოსაკიდები მარტო რა, ესეთი. მე ძალიან მომწონს არ ვიცი. ესე ძალიან იაფი იყო. მაშინ გადავდებ აქ ძირს დავდებ და მე. ესეთი რაღაცა არის შემდეგი. პლედი. ესეც ძალიან რაღაცა კარგი ის არის, მატერია. თბილი და საყვარლობა ვერანდისთვის. ესეთი გრძელი სავარძელი გვაქვს აქ და იმაზე მისაფენად მინდოდა და მოკლედ ესეთი ლამაზი და კარგი ხარისხის ჩამოვიდა. ესეც ძალიან იაფი იყო. მომიქით გადავდებ და მე. ხო. მაინც ფოტოებად მივოდოთ. ისა? ის შენი გავოვიდა. ტემუდან ახალ მალადეც. ის მომეცი ახლა ძირსაც კიდევს? ესა? ხო. ესეთი მაგიდაზე დასაფენები, ეს იდეაში არის თეფშებისთვის რა, აი თეფშის ქვეშ რო დადო. მე ამ პატარა მაგიდისთვის მინდოდა. და ჩამოვიდა 6 ცალი მე მგონი, ესეთი 6 ცალი, ესეც ძალიან კაი ხარისხია და ეს განათება? ეს არის, მაჩვენე? ხო, ეს არის ესეთი დასაკიდი, რომელსაც შეგიძლია ნატურა გავუკეთოთ, ოღონდ ეს 2 ცალი გამოვიწერეთ და ერთი ჩამოვიდა გატეხილი. მაგის ფული დააბრუნეს ეგრევე. ამის ფული დაუბრუნებიათ. ისე ძალიან კაი ხარისხია და აი ეს ნატურები კიდე, ვერანდაზე დასაკიდებელი ესეთი დეკორატიული. და ძალიან კაი ნათება აქვს მაგას. გავსჭიმავ, დავკიდებ. ერთი ის მოყვა დამატებითი. ზაპასკა. თუ გაგიტყდა რომელიმე ეს ცანცარში.
და ესეც კაი ხარისხი ჩანს სხვათა შორის რა. ხო. კარგი ფერია და კარგი ნათება აქვს. ხო. დავკიდებ რამდენი ხანი გაძლევს, არ ვიცი, ნახოთ. ტრედები დაგვესხნენ თავს. ხო. ეს გამომართვი ესენიც მან დადა. მასაც აგადავდა. და აი გიოსკენ რო არის. გიო, აი აჩვენა ხელით? აი ეს. ესეთი ორი ცალი ფანარი, თუ რა ქვია? არ ვიცი, ხო მაგას ხო მოკეთებ ფანარი თუ არ ვიცი რა არის, აი სანთლები რო იდება შიგნით, ესე იღება, სანთელი იდება და ძალიან საყვარელი ლამაზი რაღაცა არის. სასანთლე. ხო. როგორც ელექტრო ხარისხის სხვათა შორის რაღაცეების არ ველოდი ესეთ თუ იქნებოდა ახლა 7 დოლარს რომ მიცემ ესეთ რაღაცაში. ხო, რა ვიცი, მე ყველაფრით ერთადერთი რაც იყო ეს აი წეღან რაც დასაკიდია მეთქი რო თქვი, ეგ ჩამოვიდა გატეხილი. ალბათ ტრანსპორტირების დროს გატყდა, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს კაი ხარისხია თვითონ რა, რომელიც არ იყო გატეხილი. და მეორე ნუ ეს ბალიშებს ველოდი და ეს ბალიშის პირები ჩამოვიდა, მაგრამ ეგ ჩვენი ბრალია, არ წავიკითხეთ წესიერად. ხო. ესე. დანარჩენი რა? ხო, კიდე ველოდებით მაღალ იმას ლამპიონს. კიდე ბევრ რაღაც ველოდებით ნოხს. გარე დასაფენს. ნოხს ველოდებით, ვერანდის ნოხია სხვათა შორის. მე პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა, რომ ანუ გარე ნოხი არსებობს, ხო, ესე შემდეგ. ხო, კიდე რაღაც ბევრი წვრთნელი გამოიწერეთ, მაგრამ ეხლა ვერანდის იმებს ხო, მიმოვიხილავთ. ის ჯერ ჩამოსულა. გიომ გამოიწერა კაბელების ორგანაიზერი, თუ რა ქვია? ხო, ეგრე ქვია. კომპიუტერის სამუშაო მაგიდის უკნიდან ქვეშ ამაგრებ და ყველა კაბელი შეგნე შიგნით ხო. ჩაუშვა და ეს ჩამოკონციალებული რო არ იყოს დებილურად. iPad-ის სხვათა შორის iPad-ის დასადები ჩამოვიდა ძალიან კაი ხარის, რასაც არ ველოდი, მეტალის არის და ისეთი აი ყარი და მძიმე რო არის რა და ბევრი პოზიციით რო შეგიძლია დადო, ეგეც ძალიან რაღაცა აი მაქსიმუმ 20 ლარი ალბათ. ხო. მოკლედ, აქ რაც იყიდება ეგეთი აქსესუარები და რაღაცეები ალბათ სამჯერ ძვირი იყოს, ყველაფერი ტემოდან არის და რაუდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად სწრაფად ჩამოდის ჩინეთიდან აქ, ვიდრე ზოგიერთ კომპანიას ჩამოაქვს მაგალითად გერმანიიდან. კი. გიო არის ძალიან გაბრასებული. ყოველ ერთ საათში უცებ ესე ძალიან ჩუმად იგინება თავისთვის და ვიცი. iPad-ი კი არა და პლანშეტი გამოვიწერე Samsung-ის. ხო. ორი კვირა, მოკლედ, აი ვერ ჩამოვიდა. 26-ში უნდა ჩამოსულიყო და 29 არის დღეს და კიდე არ არის. პასუხს ვერ მეუბნებიან, როდის იქნება საბაჟოზია, აი გამოვიტანთ, აი ახლა მივიტანთ, აი რაღაც სისულელეები და. ხო, თან რაც თავარია ამ შუამავალ კომპანიას, ვინცაც ჩამოაქვს, აი ბოდიში და ფეხებზე კიდია რა, რო ურეკავ, ანუ არც წუხს რა, რომ რაღაცას რო გეუბნება, რომ 20 რიცხვში ჩამოვა და 30-მდე რო არ ჩამოდის, ელემენტარული ბოდიში მაინც მოგიხადოს რა. ხო, გეგონება, ანუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ აი ხა იქ არის თუ აი ხა რიგა. რო გიწერი 26 და თანა ისეთი დამოკიდებულება აქვს რაღაცა, რომ აი ჩამოვა რა, კაი, აი ეგეთი ტონით გელაპარაკებიან. ხო, ეხლა მე რო ისა ტრანსპორტირების საფასური დაждდეს 40 ლარი და მე ჩაურიცხვა 18 და ხო, ნუ აი 18 ლარი რა მნიშვნელობა აქვს მომეცი რო უთხრა. და მოკლედ ესეთი კომპანიებს ეგ მომხმარებლებთან ურთიერთობის კულტურაში მაგრა უჭირთ რა ზოგადად. კი. და სხვათა შორის ტემუს ასე იგი ბევრი კომპანია რომელიც ტემუს გამოწერილი ნივთი მოაქვს შენთან ხანვის მოაქვს ხანვის. ხო. და ადრე იყო რომ გირეკავდნენ სახში თუ იქნები მოგიტანდა ეხლა უცებ დარეკავს ქვევით გავარ ჩამოდი ანუ ხან შეიძლება არ ხარ სახში. რა ვიცი და მე წავა ის და მე კიდე უდის მოგიტანა. ყველა კომპანია ესე იქცევა, ანუ ყველამ შეცვალა პოლიტიკა. უზრდელი ნათესავებივით არიან, რომ მოგადგენ. ხო. დარეკვის გარეშე რომ მოგადგებიან. ხან რას ვაკეთებდი ხან რას და აი ქვევით გავარ, რო მიხარ რატო გახარ ქვევით რა მოხდა. ხო და აი მაგ დროს ახდება სახში რო არისო. მოიცა რაღაცა თქვა კიდე. ეს ტემოდან რაღაცები რო გამოვიწერე, წინა პოდკასტში ვთქვი რა, რომ ტემოდან წერილი გვაქვს ბევრი რაღაცა თქვა და დედაჩემად დამირეკა რომ ეს რაღაცები რომ გამოიწერეო შენ ვიციო რომ თანხის კორექტირება შეგიძლიაო და მე თანხის კორექტირება თქვა და თურმე რომ გამოიწერ ამ ნივთებს მე შეგიძლია თანხის კორექტირება გააკეთო და რას ნიშნავს ეს თანხის კორექტირება ანუ იმ პერიოდში სანამ შენ ჩამოგივა არა იქ 30 დღე წერია რომ იყიდი ერთი თვის განმავლობაში
ხო, ანუ ამ პერიოდში თუ გაიაფთა ეს ნივთები, რაც გამოიწერე, იმ თანხის კორექტირება შეგიძლია რა და აკლებს იმ თანხას. ხო, გიბრუნებს იმ სხვაობას რა, თუ რაღაცა იყიდე 40 ლარად და ერთ კვირაში ის ნივთი გახდა 35 ლარი, 5 ლარის სხვაობა შეგიძლია მოთხოვო და შენ ბალანსზე, ტემუზე დაგიჯდება. მოკეთ შეკვეთების ჩამოთვალში შეხვალ, თვითონ შეკვეთაში უნდა შეხვიდე, იმათ ხვდები ბრაუზერით, ახლა აპში არ ვიცი როგორ არის. და მარჯვენა ჩამონათვალში არის price adjustment თუ რაღაცა. და მას უნდა დააჭირო და მოითხოვო, რომ და ნახავს იქვე გეკუთვნის თუ არა იმ გამოწერილ ნივთებზე, რა სხვაობა დაждდა თუ არა და არა 2 და 3 კვირის წინ გამოწერილ ნივთებზე გავაკეთე ეგენი და დააბრუნა მაინც რაღაც პატარა სხვაობები, ზოგან ლარი და 40, ზოგან 5 ლარი და რაღაცა, მაგრამ ნუ ჯამში გამოდის. ხო არა, მეც რაღაცებს ვატყობ აშკარად, რომ აქ რაც იყიდება მაღაზიებში და არის ძალიან ძვირი, ზუსტად იგივე რაღაცები არის ძალიან იაფად რა. ხო. ნუ ყურადღება ჭირდება, ახლა უნდა შეხედო, რამდენი ვარსკვლავი აქვს, რა კომენტარები აქვს, რამდენს აქვს ხმა მიცემული, რაღაცა ეგეთები, უნდა გაითვალისწინო რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა მაგალითად პატარა ისინი რო არის, ასაწყობი სახლუკები რო არის. ანუ შენ თვითონ რო აკეთებ და აი ძალიან პატარა ნივთები რო არის და რო აწებებ რა, ესე ასაწყობი რაღაცები რო არის, კაფეები, სახლები რაღაცები, ეგენი იყიდება მინისოში. და ანუ საკმაოდ ძვირი ღირს რა და იგივე ზუსტად ისეთები ნახე ტემუზე და რაღაცა ნახევარ ფასში შეგიძლია ნახო რა. მოგეთ ორი გადაცემა მაგარ ტემუს რეკლამებს ვაკეთებთ რა. კი. ხო და მაგ ხახმა მომწერა რომ რეკლამაო და რაღაცებიო და იქნება ფულიც გადაეხადათ რა. ხო. ბარემ რჩევები აქვე ხო არ ვთქვათ და იმიტომ ჩემი რჩევა არის იმასთან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამანათების. თუ მე ვთქვათ. ხო და ეს რჩევა. კარგი, ამანათების თემაზე კიდე ერთ რჩევას გეტყვით რჩევების ბლოკამდე როცა მივალთ. ხო. კიდე ერთი რჩევა მინდა ვკითხო ჩვენ მაყურებას, ხა აქ ზემოთ დაბორიალობენ ტრედები. ხო. და ხმაურობენ და ჩვენი საძინებლის ფანჯრის ქვემოთ არის ესეთი ისა რა ქვია ნავესი როგორ არის არ ვიცი ქვედა ფანჯრის ისა რა პატარა გადახურვა ესეთი და ნავესი არის ნავესი და კიდე ფანჯრის ქვემოთაც ესეთი პატარა არ ვიცი აქ ქართულად არ ვიცი აქ მაგ რაღაცებს გამოშვერილი არის მოკლედ და დილაობით რამდენიმე მტრედის ხდება ჩვენ ფანჯარასთან ოდნავ გადმოღებული გვაქვს ხოლმე და ღმუილს რო იწყებენ, აი არ არსებობს დილის 7-ზე და 8-ზე, აი ძროხებზე უფრო მაგრა ღმუიან, ანუ მაგას ის რა ქვია, რას ეძახიან ტრედის მაგხმას? ღუღუნს. და ღუღუნი არ არის, ეგ ღმუილი არის. აი ისე ხმაურობენ და ისე ტვინს ბურღავენ, რომ საფანტი რომ მქონდეს, ეგრევე დავხოცავდი ადგილზე იქვე ამ ტრედებს და არანაირი მშვიდობის სიმბოლო ეგენი არ არიან, საშინელი არსებები არიან. ამბობდი მაგას. ხო. რა მშვიდობა მეთქი რა ხდება მგონია რომ მკვდებით ყველა ისე ანუ ხო დილის 7-ზე მიწევს ადგომა და ფანჯრას ვაღებ ვეჭხუბები ამათ რომ დაგიჭრით მაგ ბურთს და ხო ბავშვებს ვეჭხუბები ახალბებრები აი ეს ჯოჯღანა მოხოცები რო არის უკნევ რაღაცებს გავყრი მე ისე წვევი და ვინმე თუ გაქვთ რამე იდეა ან რაღაცა როგორ რა უქნათ რომ ნახე რა ამბავი აქვს რა უქნათ რომ მოვიშოროთ აღარ დაასხდნენ იქა ერთი კი ვიცი რომ ნავესი რაც ეკლები უნდა გააკეთო ამსტერდამში რო იყო ყველაფერზე ეგეთი ეკლები იქ ვერ დამждდება მაგრამ მაშინ ფანჯრიდან უნდა გადავძურე და რაღაცა ხარ მინდა მაგათ გამო ეს გავრისკოს ცოცხალი გატეხეს რაღაცა ისეთი ხმოვია მაგრა გვიტევენ ხო და ალფი თუ რამე იცით მტრედებს რა უშველო ალფის მიუშვებდი ხო მაგრამ მე ალფი ხო და აი მარცხა ხო ვიღაცას არ ეგონოს რომ რაღაცა აი ხა ჭიკჭიკებენ ჩიტები ხა ეს არ შეგაჩუქებს არ არსებობს თან კორპუსის უკანა მხრიდან სადაც ეზო არის ქუჩის ხმაური არ არის ხანდახან ისეთი სასიამოვნო ჭიკჭიკი ისმის ხოლმე რომ შეიძლება თავი გეგონოს სადაც ტყეში ხო და ესენი არიან რაღაცა მავნე არსებები არიან რა იდიოტი ჩიტი არის აი ძალიან იდიოტი ჩიტი ხისთავიანი აქ რო ებერტყებიან ხოლმე ხო ეს ღმუილი ხო კი დაჯდომაზეც კი უცებ ბახ რაღაც დაასკდება ხო და გვირჩიეთ როგორ დავხოცოთ ტრედები არა დავხოცო არ მინდა ჯერ მაგრამ როგორ რა ვქნა რომ აღარ მომუდეთ დაჯდომა რამე დავყაროთ დავასხა ცოტა ხანში რაღაცა კისტის თოფის ძებნას თუ დაიწყებს ტემუზე გიო ერთი რჩევა რაც ნახე იყო რომ უნდა ვქნა ეგა
კომპაქტ დისკები რო იყო ადრე, ხო. ეგ უნდა ჩამოკიდო წაფსე და დაკიდო რამდენიმე და ესო ტრიალებს და შუქს ირეკლავს ეშინიათო მაგისია. და მეორე რჩევა იყო მართლა იმან მე მგონი ChatGPT მითხრა ადრე რომ რაღაც დიდი ზომის კატა რაღაც უნდა მიახატო კედელზეო და შორიდან გონიათო რომ ეს არისო და არ ჯდები. ხო, მაგრამ ბუ ან კატაო. ცოცხალი კატა მყავს, სუიქ დგას ხოლმე ფანჯარაზე და მაინც მოდიან და იციან რომ ასკდებიან. ფანჯიდან ვერ გამოდის და სარგებლობენ მაგით. და ზუსტად ჩვენერი კატა მივახატოთ რომ იფიქრონ რომ გამოვიდა. სადოთ. ან ჩემ თავს მივახატავ რომ უყვირი ვარ ხოლმე იქ. ფანჯარაზე მივახატავ. სულ გქონოთ რომ იქ დგავ. ხო და მოგეთ ასე. დღეს დავესხეთ თავს ტრედებს. აქამდე ხო რაღაც პროფესიებს ვესხმოდით, ეხლა გადავედით. ეხლა ბუნებაზე გადახვევით. ტრედები, ძირს ტრედები. ამ ეპიზოდის თემა ეგ უნდა იყოს. სათაური. შეხედე რა ხდება. კიდე მაინტერესებს, ანუ თქვენი აზრით დაგვიწერეთ ვინც ესეთ ერთგული მაყურებელია. რომ აი ამ გარემოზე რა სიტყვით რა, როგორ მოგეწონათ. ხო. და ესეთი იდეა არის მოკლედ რა, რომ სანამ სითბო იქნება, ან სანამ გაუსაძლისი სიცხევი არ დაიწყება. ხო, და ხმამ თუ გაამართლა ეხლა რომ შევალთ და მოусმენ რას ვიწერთ, შეიძლება იყოს არაფერი არის მოდეს და ახლა მქონდეს ჩასაწერი. შიგნიდან მე. აუ, ხო, ეგეც მართალია. კაი, გადავიდეთ. დღეს გვაქვს თამაში, ჩემ დიშვილებს წავართვი, ჩამოიტანეს ესეთი თამაში. ჩამოიტანეს რა, ქართულად არის, ეთყობა აკაჭუკა ვიღაცა. ძალიან შორს არის მიკროფონი. საზრიანი მელა ასე ქვია, თამაშობანას, ქართული თამაშები თამაშობანა არის გამომშვები ამის. მანახე? ასე გამოიყურება. რა განახო, ხო, რა, ეგ მინდოდა მიმეტრიალება. მოგეთ, თამაში არის ასეთი, მარტივი არის, მაგრამ ისეთი სახალისო. ბავშვებისთვისაც არის. მოგეთ, 3 ის არის. დასტა კარტების პატარებისთვის, დიდებისთვის და ანბანი. და ამოდის რაღაცა სიტყვა, ანუ მაგალითისთვის ამოიღეთ. ხო, აი მაგალითად დიდების ავიღოთ. მხატვარი და მე რიღებ ანბანი და რომელიმე ასოს მაგალითად წ. და ვინც პირველი გაიხსენებს მხატვარს წ-ზე, იმისია ეს კარტი. ვითამაშოთ 10-მდე. კი ბატონო. მე წავაგებ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სისწრაფეს. არა, გუშინ რომ ვითამაშეთ ბევრმა რაღაცებს იცნობდი, მოიცა ეს. მე სისწრაფესთან მაქვს პრობლემები ზოგადად. სისხარტესთან? სისხარტესთან. წავიდა. იყიდება ბაზრობაზე, პირობა. და ასო. ცარცი. ბაზრობაზე რატო იყიდება ცარცი? კაი, ჩაგიჩაგეთ. ცარცი იქნება ბაზრობაზე იშოვი ცარცი. კარგი. შენია. და კარტს ინახავ და მე ხო, ვისაც მეტი იქნება. თუ ასო ჩავაბრუნო. ჩააბრუნე თუ მე. ჩავაბრუნოთ. ერთი ქულამი 10-მდე ვითამაშოთ. ხო. კავშირშია კულინარიასთან პირობა. ასო თებში. კი ბატონო. კავშირშია სპორტთან. ჰანტელი. ჰა. ცნობილი მსახიობი. ცნობილი მსახიობი. ჰარისონ ფორდი. დაგასწარე. აი ეს უკან. რამდენი გაქვს 3? 3. პოლიტიკოსი. ჯონდი ბაღათურია. კარგი. 2. განიერი. ეგეთი პირობა. განიერი. კინიგზა. არა. არ არის განიერი, კინიგზა თუ ვიწროა. კინიგზა, რა ვიცი, არ ვიცი. განიერი. ანუ რაღაცა რაც შეიძლება განიერიც იყოს, ვიწროც იყოს. აბა განიერი ხო რაღაც ფარდობითი არის, რაღაცასთან შედარებით განიერი. არა, უყურე, რაღაცაზე რაზეც შეიძლება თქვა, რომ განიერი რაღაცა. აი, განიერი შარვალი მაგალითად, ხო, მაგ ტერმინს ხო ხმარობ შარვალზე. ხო და აი, რაზეც შეიძლება რომ თქვა განიერი თორე. ეგრე ყველაფერზე შეიძლება. ვა, არა გვაქვს პასუხი.
არ ვიცი. ვერ მოვთქვი. განიერი რეზო ვერაფერი. დაგვიწერეთ განიერი რეზო. პირობა იყიდება ტექნიკის მაღაზიაში. ტელეფონი. 3 პოპ მომღერალი. ასო ჰელენა გომესი. ცოტა ხორაცივდა, 0 ჩადის. აუ სხვაასო იყოს რა, ჰ-ზე მართლა რა. ასო ეს არ გამოვცვალოთ, როგორც როზე ვქენით? კაი, პოპ მომღერალი რჩება, ჰ გადადის ქვევით. ახალი ასო. ხა. ვ. უიტნი ჰიუსტონი. ვინმე პოპ მომღერალი არ იყო, soul-ი R&B იყო. თან უიტნი არის, უიტნი. უიტნი არის ქართულად, ხო? ვერიკო ტურაშვილი. პოპ მომღერალი არის ვერიკო ტურაშვილი. აბა რა არის? კარგი, ხო. რა ჟანრია? არ ვიცი, რა ვიცი. აუსა რაში მომიგო? კავშირშია გართობასთან ესადებილობა. ხო შევცვალოთ. იყოს. ლუდი. რამდენი გაქვს? 4. 4. კავშირშია ჯანმრთელობასთან. არის ევთანაზია. ექიმი. ვაიმე. ევთანაზია არის ჯანმრთელობასთან კავშირში? არა, ჩემია. ჯანმრთელობასთან არაერთ არის კავშირი. ანუ ჯანმრთელობის გაუარესების მერე ხდება ევთანაზია. ეს ამოჭერი არა. თუ ამოჭერა. 1 2 3 4 5. კაი, იყოს ექიმი ჯობდა, მაგრამ ევთანაზიაც არის კავშირში. კავშირშია მოგზაურობასთან. რუგზაკი. რუგზაკი. თუ ზუგზაკი. რუგზაკი ხო არის სიტყვა? ხო, მაგრამ ქართული არ არის. აბა. ზურგჩანთა არის. ხო და მე თქვი რეისი. ხო, შენია. არ მაქვს პრეტენზია. აი მას ველოდი, ეს ხო უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩაწერეს დროს. ექიმი ახსენეო და კავშირშია წარმატებასთან. რანაირი დავალებები? ამბიცია. აუ, ვისია. შენია. სტანდარტულად თქვი, თარებად ჯეირანი. მე აღმასვლა ვთქვი და. ჯეირანი. არა, აღმასვლა დებილობა. აქ ხო ესე წესია, რომ თუ ერთდროულად იტყვი, ან ჯეირანი უნდა ითამაშო მაგის გადაწყვიტო, ან ახალი ითამაშოს მარტო იმ ორმა, თუ ბევრში თამაშობ და ხო. მე ის ორივე ორგულიანი ხდება რა. მაშინ მომეც. კავშირშია წარმატებასთან. 6-5. კავშირშია რემონტთან. ცემენტი. 7. ხო. კავშირშია ოჯახთან. აბა. კიდე რამდენი არის? მე შევხედე იგივე კარტი ხო რა ვიღეთ ხო და. კი ბატონო. როგორ შეიძლება ამაზე მე დაგასწრო არ ცხენი? ო არა, შეხედე ორჯერ ამოვიდა. ტყეში. ძერა. მეც უნდა მეთქვა. ხო. ტყეში ალბათ უფრო მდელოზე ნადირობს, არ ვიცი, ძერას. ჰაბიტატი, მაგრამ სკოლკეთის ვერსია გაქვს? არა, ჩემია. 8-6. მომკი? ძეხვი. წერალი. შექსპირი. ყოჩახ 9-6. პროფესია. პროფესია ტზე. ტრაქტორისტი.
ტრაქტორის ბრძოლი ალბათ, მაგრამ მაინც თაზია. ტატუ არტისტი. ტატუ არტისტი. 9-7. კოლექციის შექმნა შეიძლება. აი ეს ხა იჭინჭყლებ ამაზე რაღაცა სიტყვი და მე რატო ვიჭინჭყლებ? ფიქრობ შენ ჭინჭყლობ. აი ცადოთ. თუ რა ხან ბოლო ის არის არ გვინდეს ეცადაო. ხო. აი გვეცადა სასაცილო იქნებოდა. კოლექციის შექმნა შეიძლება. ასო რ. შუა შუეთ ეგ ესები არის. ვა. რზე ვერ არაფერი სიტყვა. ვერც პროფესიორ გავხსენეთ ვერც ის. კოლექციის შექმნა შეიძლება. ხო, რა იყო განიერი იყო რზე. რევოლვერების 9-8 იარაღის კოლექცია ხა მე არ გამიგია რევოლვერების კოლექცია არა რატო იარაღის გააჩნია ვიღაცა შეიძლება რევოლვერები მოსწონს და რევოლვერების კოლექცია რევოლუციის ჰაიტიზე 1938 რევოლუცია მოხდა თუ რაღაც რევოლუციის კოლექცია აქვს ფაქტობრივად კავშირშია ექსტრიმთან მაგას არის ხო კაი ჟონგლიორობა რატო ანუ რაღაცა არაფერი ექსტრემალური ჟონგლიორობა თოკზე ბაგირზე შეიძლება ექსნა ჟრიალი უგაჟრიალებს ექსტრა ჩიშისგან არა არის თქო ჟრიალი კაი რა ვიცი არც არ მაქვს ეგ შეგრძნება არ არის ადრენალინი და რაღაცა მე მაქვს შიშისგან რო გაჟრიალებს ეგეთი შეგრძნებები რაღაც ექსტრემალური რაღაცების კეთების დროს ჟრიალი ჟრიამული სხვა არ მე არ მოფიქრებ ეს არაფერი შენ თუ არა გეთვლება ხო მე რა არის ფაქტია და მე რატო გადავწყვიტო ფაქტი რატო არის არ ვიცი აღარ 9 ვა ჩაიძაბა კავშირშია სიყვარულთან ბოლო რა დაირია მოვიდა ოჯახი მომიგე არა დავაკამბეკე იცოლი როგორ ვერ გაიხსენე რაღაცა ოჯახი როგორ ვერ გაიხსენე ოჯახურ პოდკასტში როგორ მომიგე ხო მოვიგე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 არა და კარგად მიდიოდი გილოცავ მადლობა ღირსეულად მოიგე აი თამაში იყო მე შეიძლება თამაში ესეთი კითხვა მოვიფიქრე სანამ კომენტარებს წავიკითხავთ ეს ჭუსტები ჩავიცო რაღაცა გაცივდა აზისა რა ჩვენ ხო სულკამათობთ ზაფხული თუ ზამთარი ხო და აპრილ კომენტარში დაგვიწერეთ ზაფხული თუ ზამთარი მოთ ერთი არგუმენტი აი ყველაზე მთავარი არგუმენტი თქვათ მაგალითად ზაფხული ტირე არგუმენტი ან ზამთარი არგუმენტი და მე შევაჯიბროთ რომელი მოიგებს შემდეგ გადაცემაში მოთ ზაფხული ზამთარი არა მე გაზაფხული მირჩევნი არა ამ ორ შორისო იყოს არჩევანი ზაფხული თუ ზამთარი და რატო ერთი არგუმენტი კი კაი ხო მე ზამთრის მომხრევა შენ ზაფხულს ხო კითხვა ეს არის სანამ კომენტარებს წავიკითხავთ გათამაშება გვაქვს ხო გავსცემთ პატარა პრიზ ულამაზეს მოგვიყვება ულამაზესი გვანცა მოგვიყვება რა პრიზი არის მადლობთ ეს არის დედაჩემის ხელნაკეთი სამკაულები თავისი მაღაზია თუ რა ქვია ონლაინ მაღაზია აქვს ნინას handmade ლინკი აღწერაში იქნება თუმცა ადგილზეც შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ ესეთი ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული ხო ფოტოს ამოვანათეთ ხო მაგის კი ასევე აქვს ესეთი ზოდიაქოს ნიშნის ამბავი მაგრამ ამას კიდია კირჩხიბის ნიშანი. ვინც მოიგებს, იმის მიხედვით შეგვიძლია შევცვალოთ რა.
ამის შეცვლა არ არის პრობლემა მოკლედ. სხვანაირი კირჩხების ლოგო დავკიდოთ. ანუ სხვა ზოდიაქოს ნიშანი შეგვიძლია ჩამოვკიდოთ. ეს არის ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული ქალის ნინას სამჯური. ჰენდმეიდი გაუგზავნით ამ საჩუქარს. კი, ნინას ჰენდმეიდი გამოგიგზავნით. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვა რაღაცები და შეკვეთაც შეგიძლიათ შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნებით. ხო. და ნუ თუ ქალბატონი მოიგებს ამ პრიზს გაუგზავნით ამ სამაჯურს, თუ მამაკაცი მოიგებს გაუგზავნით აი ესეთ მამაკაცის სამაჯურს. აი ესეც ბუნებრივი ქვებისგან არის დამზადებული, მაგრამ ნუ თუ ქალბატონი მოიგებს და საჩუქრად ენდომება შეგვიძლია მამაკაცის გავუგზავნოთ, თუ მამაკაცი მოიგებს და ქალბატონისთვის ენდომება შეგვიძლია ეს ქალის სამაჯური გავუგზავნოთ. ო. კი ბატონო. როგორია? შენიერი მასენია. ქვები ლამაზი. ქვები სამწუხაროდ არ მახსოვს რა არის. დახწერაში დავწერთ. ხო, და რაში მდგომარეობს ახლა კითხვა. ჩვენი ერთგული მაყურებელი ვინც არის, წესით უნდა იცოდეს, ჩვენს ფისოს სრული სახელი რა ჰქვია და რატომ დავარქვით ეს სახელი. იმიტომ რომ ამაზე ნალაპარაკები გვაქვს. ხო. კომენტარებშიც კი გვიწერია მე მგონი ერთ-ერთი ეპიზოდის. რა ქვია სრული სახელი? თუ ალფიც არ ვთქვა. არ ვთქვათ. კაი, არა, რო დაწერონ ალფიო და მე რატო არ მითვლიო რაღაცა? ხო, ანუ სრული სახელი, ანუ ჩვენ იმ სრული სახელის შემოკრებულ სახელს ვეძახით. ხო. 400-იანს. ეგ არა. ხო. სრული სახელი. და რატო დაარქვი? პასპორტში რაც უწერია. და რატო დაარქვი, ხო? კი, და რატო დავარქვი? იმიტომ რომ ვინც პირველი დააკომენტარებს? ხო, იმას ეკუთვნის ეს საჩუქარი. ხო. იმედია, მანდამაც ეგ კომენტარი არ აღმოჩნდება ის, რომელსაც ხანდახან YouTube-ი მალავს ხოლმე და ვერ ვნახულობთ. ხო. არც held განყოფილებაში არ არის ხოლმე. არის ხანდახან YouTube-ი მიიჩნევს, რომ ან რაღაცა შეიძლება ჩათვალოს უწმაწური სიტყვა წერია, ან რაღაცა ან ბევრი ემოჯი რომელსაც აქვს რაღაცა. ხო. ის ვთქვათ დააკავებს ხოლმე იმ კომენტარს რა აპაუზებს. ხო. და ჩვენ ექსპერტები განყოფილება კრეატორიდან სადაც ნახულობ, მაგრამ იქაც არ არის ხოლმე ხანდახან. ეს ზაღლი გაჩერდება როდესმე. ხო, მოკლედ ესეთი რაღაცა არის რა, ამ კითხვას ვინც უპასუხებთ, ოღონდ ეს აპინული არ იქნება. ხო. ხო, აპინული სხვა არის, ის რაც ვთქვი. კარგი, მოდი ხა წავიკითხოთ კომენტარები. წინაზე ესეთი კითხვა დავსვით, რომ თქვენი საყვარელი ფილმი თქო და რატომ და ვნახოთ ხა რა კომენტარებია. თიკო თოფურიძე, ბეჭდების მბრძანებელიო. ჩემი საყვარელი ფილმიც ბეჭდების მბრძანებელია. უდიადესი გენიალური ფილმია. ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ვაყურებინებდი. მეც. მეც მაყურებინა. კი. გეთახმებით. ბოლო ამბაქ ნახე მაგრამ. შედევრია. ნათია ჭოჭუა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირდა, სანამ არ ვნახე ბენინის ცხოვრება მშვენიერია. ზოგადად გონია, რომ გენიალური ფილმია და ჩემზე ემოციურად ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთდროულად ტიროდი სევდისგან და ვიცინოდი, ასეთი რამ სხვა დროს არ განმიცდია. აუ, სხვათა შორის მახსოვს მეც რომ უყურე, მეც ძალიან მომეწონა. მაგრამ აი სიმართლე გითხრა, კარგად არ მახსოვს რა. უმეც ძალიან ადრე მაქვს ნანახი და ტელევიზორში მაქვს ნანახი. შეიძლება გამეორება. კი ბატონო. ამას ვნახავთ. stick არ. როგორ? stick არ. ან sticker შეიძლება იგულისხმო. Cinema Paradiso, იმიტომ რომ ერთ-ერთი იმ იშვიათ ფილმთაგანია, რომელზეც არც მე დავიძინე და არც ჩემმა ქმარმა და ერთად ტიროდით. თუ ვინმეს არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ უყუროთ. სასიამოვნოდ მიდის სიუჟეტი და ძალიან ახლოს მოდის დღევანდელ საშუალო სტატისტიკურ ახალგაზრდა ქართველთან სამწუხაროდ. ხო, Cinema Paradiso-ც ძალიან ადრე მაქვს ნანახი და მახსოვს რომ მომეწონა და ხშირად უკრავ ხოლმე Cinema Paradiso-ს საუნდტრეკს. კი. და მეც ძალიან მომწონს. მოკლედ MZH რაღაცა, არ ვიცი. Whale Rider. ბევრი ფილმია, რომელიც ძალიან მიყვარს კატეგორიაში გადის. მაგრამ ეს ფილმი მომივიდა პირველი გონებაში თქვენს შეკითხვაზე. ფილმი თავის მხრივ ძლიერია, თუმცა ვაფასებ იმის გამოც, რომ мотиваცია მომცა არა მარტო ჰოლივუდური ფილმები მომეძებნა და მენახა, თვალსაჩინარი გამიფართოვა და სხვადასხვა ჟანრების ინტერესიც გამიჩინა. ვაუ. ნახე გაქვს. არა. არც მე. Whale Rider მოვინიშნოთ. მონიშნულია, ნახავთ.
გიორგი ნიკოლიშვილი. ქეთო და ქოთე თქვა. კეტო და კოტე. ქეთო და კოტე მიყვარს ღრმა ბავშვობიდან, უცხოურიდან კი The Untouchables. დღევანდელობაში რა ადამიანური ურთიერთობებიც მაკლია, ის ურთიერთობებია გადმოცემული. პოსტსკრიპტუმ თანამედროვე ქართულებიდან გასეირნება ყარაბაღში და მანდარინები. კი ბატონო. მეც ყველა ფილმი მომწონს, რაც ჩამოთვალეთ. აქედან ალბათ მანდარინები განსაკუთრებით, რაც ჩამოთვალა. ჯორჯ აბუ გვიწევს ინტერსტელარიო, ესე მოკლედ და კონკრეტულად და ინტერსტელარი ჩემთვისაც გენიალური ფილმია. გივი ნიკოლეიშვილი. ცისფერი მთები, ბიუროკრატიის და ცინიზმის პიკი, სევდიანებიდან არასერიოზული კაცი, უცხოურობებიდან განრისხებული 12 მამაკაცი, გიყურებთ ბოლო წამამდე წარმატებებიო. მადლობა. მადლობა დიდი. თავი დაგვიწყო ცინიზმის და ბიუროკრატიის. ბიუროკრატიის და ცინიზმის პიკიაო. შეიძლება კონდეს ნანახი, ცნობილი სერიალია, მაგრამ ესე თქვა ბიუროკრატიაზე და ესეთ მასეთი კუთხით დაცინვა, სარკაზმი არის სერიალი The Office. ესეთ ძალიან გავს ცისფერ მთებს. განსაკუთრებით პირველი სეზონები. ოღონდ აი ცისფერ მთებთან უფრო ახლოს არის ბრიტანული ოფისი. ორი სეზონი. ის უფრო აი ამ ოფისში და ბიუროკრატიაში ყოფაში როგორ არიან ადამიანები, მაგაზე უფრო არის. მაგრამ ამერიკულიც ძალიან მაგარია, მაგ მხრივ. ამერიკულ ოფისს რო უყურებდი, პირველად როცა ვნახე, ცისფერი მთები ბევრჯერ გამახსენდა. ნინო რევია. უშხოდა შორის ბებია მყავდა რევია გვარად. ტურინის ცხენი, გარდა ვიზუალისა ხმა, რომელიც ფილმს გასდევს, ძალიან შთამბეჭდავიაო. არ მაქვს ნახე. არც მე არ მაქვს. ესეც მოვინიშნოთ. რაღაც ისეთი აღწერა არის, რომ დავინტრიგდი. ბევრი ფილმი ნათელიკო გვიწევს კომენტარს. ბევრი ფილმი მიყვარს, მაგრამ პირველი ყოველთვის ბინძური ცეკვები მახსენდება ხოლმე. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან მომწონს. თქვენ იმდენად კომფორტული ხალხი ხართ, ნამდვილად არ მომბეზრდებით. წინა აპინული კომენტარის პასუხი. მადლობა. სხვადასხვა ამ ბინძურ ცეკვებზე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და ბინძურ ცეკვებში რომ ბოლოს კაბა აცვია ბეიბის მაგის გამო შევიკერე ეგეთი კაბა ბანკეტზე. ეგ ფილმი ისე მიყვარდა და სხვადასხვა ბავშვობაში რამდენიმეს უთქვამს რომ მაგ გოგოსო გავხარო. არ ვაფშე მახსოვს. დიდად ლამაზი კი არ არის, მაგრამ მიხაროდა მაინც რა. მიხარდა არც. აი მომწონდა ალბათ და იმიტომ რა და ისე მომწონდა გოგო რომ აი ბაძავდი შენდაუნებურად. ხო, ანუ თმაც ეგრე მქონდა ხოლმე, ფერიც ეგეთი ფერის თმა მქონდა, თმაც ეგრე მქონდა შეჭრილი და ბოლოს აი კაბაც ეგეთი შევიკერე ბანკეტისთვის და ძალიან მიხაროდა. The self-proclaimed intellectual გვიწევს რჩევის მოსაცემად არა, წასაღებად ვარ მოსული. თქვენ და თქვენი მაყურებლები ყოველთვის კარგ რეკომენდაციებს იძლევით, მადლობაო. არაფრის. საქსი ჯოზ. მე 60 გზადკეცილი, რა თქმა უნდა, ბევრი ფილმი მიყვარს, მაგრამ ამის ყურება მგონია რომ არ მომბეზრდება. ძალიან ბევრი თემაა გაშლილი თუ შეფარული. თავიდან საერთოდ ოსტატი და მარგარიტას ალუზიაც კი არის. ასე მგონია, მანდ მეორეს ხარისხოვანი როლები არ არის. ყველა პერსონაჟი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია. გავჩერდით, თორემ დავწერე ახლა მთელი კინო. ყველას გირჩევთ. კი ბატონო. ზურა ფიროსმანიშვილი. ცხოვრება მშვენიერია. რობერტო ბენინის საოცარი შესრულება და იდეა, რასაც მამაშვილობა ქვია. თუ დაფიქრდებით და წარმოიდგენთ, რას იზამდით თქვენ და მამა თქვენი, რომ აღმოჩენილიყავით მსგავს სიტუაციაში, ან მეორე ვარიანტი, თქვენ და თქვენი შვილი. ფილმის უკანასკნელი ფრაზა დედა მე და მამამ გავიმარჯვეთ. არის ფრაზა, რის გამოც ღირდა კინოინდუსტრიის არსებობა საერთოდ. მიკერძოებული ვარ მესმის, თუმცა მამაშვილობა ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა და იმიტომ მადლობთ წარმატებები. ხო, ესე იგი ყველა ეს ფილმი დაასახე უმრავლესობამ ცხოვრება მშვენიერია. ხო.
სალომე გვიწერს კომენტარს, ადრე რუსთავიორზე ღამის ეთერში გავიდა ერთი ფილმი, რომელსაც უყურე და ძალიან მომეწონა. ინტერნეტი არ იყო მაშინ და ვერც გავიგე რა ფილმი იყო. მაშინ თქვი რომ ეს ჩემი საყვარელი ფილმია თქო. გავიდა დრო და რაც მახსოვდა იმ ფილმიდან გუგლავდი ხოლმე და ვერ ვიპოვე. მე შემთხვევით ისევ ტელევიზორში წავაწყდი და ამჯერად მოვძებნე და თავიდან მომდე ვუყურე. ეს ფილმი იყო Man of Honor. ბევრი ფილმია, მათ შორის ამ კომენტარებშიც რაც გაჟღერდა, მაგრამ საყვარელ ფილმზე პირველი სულ ეს მახსენდება. შენ ნახე გაგ? მე მგონი ნანახი მაქვს ადრე. მე არ მაქვს ნანახი. და მოკეთ რაღაცები არ მქონდა ნანახი და ტელევიზორში შეიძლება მქონდეს ნანახი რა. მოვინიშნეთ და აუცილებლად დენირო თამაშობს მე მგონი. შევხედავთ. სხვა რამე იყო აპინულიდან, უბრალოდ არა აპინულებიდან ღირს შესანიშნავი ისეთ. ერთი მომეწონა სხვათა შორის. თათოლი გვიწერს ესეთ რაღაცას. დილა იწყება თქვენით. ძალიან საყვარლები ხართ. როგორც კი მილიონერი გავხდები, პირველი რასაც ვიზამ თქვენ დაგასპონსორებთ. ძალიან დიდხანს უნდა იყოთ 80 წლის გვანცას და ჯაფარას პოდკასტს მინდა მოვესწრო. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა და აი კომენტარიც დავუწერე, მაგრამ აქაც გეტყვით რომ იმედია რომ მალე გახდებით მილიონერი. კი. უი, აი ესეთი რაღაცა იყო კიდე, ნათია ჭოჭოა გვიწერს. ტემუზე კიდე უფრო იაფად პროდუქციის 99% შეგიძლიათ Pindoodle აპლიკაციიდან გამოიწეროთ. უბრალოდ ამ შემთხვევაში გადამზიდი დაგჭირდებათო. ხო, რავი, ხა 7 ლარად რაღაც ჩამოდის ამაზე იაფი რა უნდა იყოს. მაგრამ სადოთ? ხან დაგვიწერა, ესე იგი ტყილა არ დაწერა. კიდევ საბაკი კნაძემ დაგვიწერა ის ტიმოთი შალამეს და პინგ-პონგზე რო ვილაპარაკეთ, რომ პინგ-პონგზე არაა ეგ ფილმიო, სრული ქრონომეტრაჟის 5%-იც არაა თამაშზე და ქაოტური ნიჭიერი და იდეით შეპყრობილი კაცის გზა ნაჩვენები დაღვინებამდეო და აი ტიმოთი შალამეს ეგ გზა საერთოდ არ მაინტერესებს. იმ პერსონაჟის ხო და ტიმოთი შალამე თამაშობს იმ პერსონაჟს. იქნება კარგად თამაშობს კაცო. ვარ შემიძლია. მადლობა კომენტარისთვის. თიკო ჯაფარიძემ დაგვიწერა. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარხართო. გვანცა ბევრად უკეთესად გამოიყურებიო. წინა პოდკასტზე ვერ იყავი ფორმაშიო, როგორ? ვიდრე მე. გეტყობოდა ახალი ნაოპერაციები რომ იყავი გიჟდები ჯაფარა ლაპარაკს რომ არ გაცდის. და სხვადასხვა კომპანიებს და პროფესიებს რომ ათრევთ ხოლმე. დღესაც ვათრიეთ რაღაცა. დღეს ტრედები ვათრიეთ. გარა ისიც. და გადამზიდი კომპანიები. ხო და მართლა გეუბნები ესეა რა ვინ არ დაგვა სპონსორებს. თავარია რაც სათქმელია ის უნდა ვთქვათ რა. აიგე სპონსორი არ არის მნიშვნელოვანი. აი არის პატრიონზე ხალხი მოგვიხმარება. რჩევები და დავამთავრეთ. დღეს ფილმი მაქვს რჩევებში. Mother არის ესეთი ფილმი. კარგია. ეხლა რატო ეს ფილმი? მე რომ ნახე, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მომეწონა, რაღაცები არ მომეწონა, მაგრამ რაღაცები ძალიან მომეწონა. მსახიობები არაშუალებრივად თამაშობენ, ჯენიფერ ლორენსი და ხავიერ ბარდემი თამაშობენ და კიდევ ბევრი ესეთი კარგი მსახიობი თამაშობს. რაღაცა ალეგორიებია მოკლედ რა და ბევრს არ ვიტყვი ახლა რომ ვინც ნახავს არ დავასპოილერო. ვისაც არ გინახავთ ნახეთ. ის დარჩენები დამოვიწყდა ის მე რომ მოდიან, კაი, მიდი გაგზერე. მიშელ ფაიფერი არის. ხო. და რატო ამბობ ხა ამას რა რჩევის სახით? ხო? 2017 წლის ფილმია, ბევრი იქნება ეგეთი. 2017 წლის ფილმი, სახებები თქვიდა ახლა სახებები. პოსტერიც ამონათა ხო მაგრამ. ხო. და ფილმს აქვს დაბალი რეიტინგი, ხა ეს ითვლება რომ დაბალი რეიტინგია. 6 და 6 უწარია IMDb. ხო. აი ჩემი აზრით ძალიან დაბალია ამ ფილმისთვის 6 და 6. 6 და 8 მაინც უნდა. ხო, არა, კაი ფილმია. ხო და ძიმე და კიდე ჟანრი უწარია ჰორორ და მისტერი. აი ეგეც მიწი. ჟანრი უწარია ჰორორ და მისტერი. და აი ჟანრიც აი რო შეხედავ ახლა ვისაც ჰორორები არ უყვარს ახლა მაგ ფილმს არ შეხედავს ხო და საერთოდ არ არის ჰორორი. კავშირში არ არის ჰორორთან საერთოდ. ხო და მოკლედ ვისაც არ გინახავთ, აბა ნახეთ. და
მე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ხო, კი ბატონო. ძიმე საყურებელი ფილმია, ხო, ცოტა ისეთია. აზრიანი. იდეინი. კი. კაი, ჩემი რჩევა იქნება ესეთი საყოფა ცხოვრება. გამოწერებზე ვსაუბრობდით. ხო. და ბევრი გადამზიდი კომპანია შუამავალი რა საქართველოში და თქო რაღაცას ვიწერდით. და იქ ეწერა რომ ორ დღიანი მიწოდება იყო. ანუ გავთვალე რომ ორ დღეში თუ მივიდოდა იმ შუამავალი კომპანიის პუნქტამდე, მოუძებნე ისეთი კომპანია საიტებზე შევედი წავიკითხე, რომელიც აგზავნიდა თქვათ კვირის ბოლოს. ზოგს უწერია რომ აგზავნით რეისებს ამ ქვეყნიდან ორ შაბათობით, ზოგს უწერია 4 შაბათობით, ზოგს პარასკევობით და ავირჩიე ისეთი რომელსაც ჰქონდა პარასკევობით, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ის თქვათ 4 შაბათს მივიდოდა და მე მალევე გამოიგზავნებოდა. არ გამოიგზავნა ძალიან დიდი ხანი, შემდეგ კვირას ურეკავ ამ კომპანიას. ანუ პარასკევი გავიდა არ გამოიგზავნა, შაბათი და კვირა არ პასუხობდა არავინ და ურეკავ და არაო, ჩვენ ორ შაბათობით ვაგზავნითო. ამ დროს საიტზე ეწერათ რომ პარასკევით აგზავნიან, ანუ საიტებს არენდოთ, დაურეკეთ და კითხეთ რომ აი რამე ხო თუ ესეთი მნიშვნელოვანია და რაღაც მალე გინდა ჩამოვიდეს, დაურეკეთ ჯერ კომპანიებს, იმიტომ რომ საიტები აქვს აბსოლუტურად დეგენერატული რაღაცა. როცა შექმნეს მაშინ დააწერეს და მის ხაზზე შეიცვალა რაღაცა და არ ანახლებენ ამას. თან დააზუსტებინეთ კარგად, იმიტომ რომ გიომ რომ დაურეკა და კითხა რომ თქვენ ხო პარასკევობით აგზავნითო და კიო ჯერ უთხრა. გახსოვს? ხო. და მე რო კითხა რომ აბა რა შევუკვეთეთ, რა გამოიგზა და უკაცრავად ისა. პარასკევობით არ ვაგზავნით ჩვენ. ანუ მე გითხრა. აღმოჩნდა რომ ორ შაბათობით აგზავნიან და თითქმის ერთი კვირა მოუწია იმ მოლოდინი და მე გამოაგზავნეთ. კიდე არ ჩამოსულა ის რაღაცაც, მაგრამ ოკეი. ხო, ანუ შენი რჩევა არის რომ ჩემი რჩევა არის რომ საიტებს გამომწერიმებს არენდოთ და დაურეკეთ და კითხეთ და დააზუსტებინეთ. წავედით. წავედით. მადლობა რომ გიყურეთ. იმედია ხმა კარგი იქნება. ხო, ვისაც არ დაგეზარებათ, ისიც დაგვიწერეთ რა, როგორ. ხო, თუ ძალიან შეგაწუხათ ამ ხმაურმა, ქალაქის ხმაური მაინც იქნება და მოსმენა დამღლელი იყო ამ ყველაფრის, დაგვიწერეთ ეგეც და აღარ ვიზავთ ამას მაშინ. ხო, მეორედ აღარ ვიზავ. ხო, მთავარია კაი ხმა იყოს პირველ რიგში. ხო. ამ ერთხელ გვაპატიეთ თუ არ ვარგო და. ხო, ზაფხულამდე ფიქრობ თქვათ ხოლმე, მე ძალიან დაწყება ამისთვის და. ხო. კაი, წავედით. მადლობა რომ გიყურებთ, გამოიწერეთ და პატრიონი ყველაფერი კარგად არის. წავედით. დავუსრულეთ. წავედით.